პოლონელი მოხალისეები და მედიის წარმომადგენლები დღეს გორში ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დეზინფორმაცია და პროპაგანდა მითები ევროკავშირის შესახებ. ეს ის საკითხები არის, ირგვლივად შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს. მედიის მუშაობას გაეცვნენ და საკუთარი გამოცდილება გააზიარეს. პოლონელმა მოხალისეებმა ხაზი გაუსვეს ამ შეხვედრის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ აუცილებელია ახალგაზრდებმა ისწავლონ კრიტიკულად ფიქრი, რათა აღმოაჩინონ დეზინფორმაცია და მედია манипуляცია. It's a great pleasure to be here. ჩვენთვის დიდი სიამოვნება აქ ყოფნა. ჩვენ ვართ პოლონეთიდან და ჩვენი ორგანიზაციის სახელია დისკუსიური დიალოგების კომპანია. ჩვენ დავაორგანიზეთ ეს შეხვედრა იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ პრობლემები, რომლებიც ქართულ ორგანიზაციებს აქვთ. განხილვა გქონდა მედია ორგანიზაციებისა და დეზინფორმაციის პროპაგანდის შესახებ. ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვქონდა დისკუსია საქართველოს პრობლემების შესახებ. ჩვენ გავცვალეთ ჩვენი გამოცდილებები, ჩვენი პოლონელების სიტუაცია და ვთქვით, რომ დღესდღეობით დეზინფორმაციული პროპაგანდის პრობლემის მოგვარება არის გასაღები, რათა გავუგოთ დემოკრატიას და მედგრად ვიდგეთ მტრის წინაშე, როგორიცაა რუსეთი. Propaganda and disinformation is a key to understand democracy and to be resilient from the enemies like Russia. Thank you. So we are media monitoring. ჩვენ ვართ მედია მონიტორინგის ფონდი და ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ინფორმაციის ანალიზი გააკეთონ, რათა შეამჩნიონ დეზინფორმაცია და მედია манипуляცია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პრობლემა. პოლონეთშიც ასეა და ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ისწავლონ კრიტიკულად ფიქრი და განავითარონ მათი უნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. And enhance their skills to analyze media and think of their own because it's really important. სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩვენს პოლონელ პარტნიორებთან ერთად დღეს შედგა შეხვედრა, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ თუ რას გულისხმობს დეზინფორმაცია, პროპაგანდა, მედია წიგნიერება და თუ რატომ არის მნიშვნელოვანი. ჩვენი პოლონელი პარტნიორები ძალიან დაინტერესებული იყვნენ თუ როგორ მუშაობს ადგილობრივი მედია, რა ჩელენჯები აქვს მათ და როგორ უმკლავდებიან ამ ყველაფერს მიმდინარე პროცესების მიუხედავად. ვფიქრობ, რომ შეხვედრამ ჩაიარა პროდუქტიულად, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილებები და ასევე გავუზიარეთ მეთოდები თუ როგორ ვმუშაობთ და როგორ ვებრძვით დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ ნარატივებს. One reason to support him is that